ლოსტის ფინალის შემდგომ ბევრმა იფიქრა, რომ თვითმფრინავის მგზავრები თავიდანვე გარდაცვლილები იყვნენ და კუნძულზე მომხდარი მოვლენები უბრალოდ მათი წარმოსახვა იყო. მაგრამ არა, კუნძული ნამდვილი იყო, თვითმფრინავი მართლა ჩამოვარდა და ყველაფერი რაც ამ სერიალში ნახეთ, ნამდვილად მოხდა. მაშინ რა იყო ეს კუნძული, რატომ შეყავდათ კოდი ყოველ 108 წუთში და რას ნიშნავდა ეკლესიის ფინალური სცენა. ჩემთვის ბევრს უთქვამს, რომ დაკარგულების პირველი სეზონის ყურება დაიწყო, შუამდე მივიდა, თუმცა საერთოდ ვერ გაიგო რა ხდებოდა სიუჟეტში. ამიტომ მოიმარაგეთ სნექები, გამოიწერეთ ჩემი არხი და დავიწყოთ. ლოსტი იწყება თვითმფრინავის რეის 815-ის კუნძულზე ჩამოვარდნით. გადარჩენილები მალევე ხვდებიან, რომ ეს ჩვეულებრივი კუნძული არ არის. კუნძულზე დადიან პოლარული დათვები, დადის კვამლის მონსტრი, კუნძულზე მიწისქვეშა გვირაბები და საცავებია. ზოგი ადამიანები მოულოდნელად იკურნებიან, მაგალითად ლოკი აქამდე ინვალიდი იყო და კუნძულზე მოხვედრილის შემდგომ ფეხზე გაივლის და ამ კუნძულზე თვითონ დროც კი უცნაურად გადის და იცვლება. თავიდან გონია, რომ ეს ყველაფერი Dharma Initiative-ის შედეგია. Dharma სამთავრობო კომპანია, რომელიც კუნძულზე ექსპერიმენტებს და ცდებს ატარებდა და მოკლედ ამ კუნძულის შესწავლას მიიღო ხელი. თუმცა მოგვიანებით ვიგებთ, რომ კუნძულის საიდუმლო ამ ორგანიზაციაზე გაშლილებით ძველია. მოკლედ რომ გითხრათ, ეს კუნძული მართლა უნიკალური კუნძულია. მის გულში მდებარეობს გამოქვაბული, რომელიც შუქის და ენერგიის წყაროა. პირდაპირ გაგებით. ეს შუქი უბრალოდ ნათება არ არის სერიალის მითოლოგიის მიხედვით. ის სიცოცხლესთან, სიკვდილთან და ხელახლა დაბადებასთანაა დაკავშირებული. და მისი პატარა ნაწილი ყველა დედამიწილში არსებობს. სერიალი ასევე მიანიშნებს, რომ თუ კუნძულზე ეს სინათლე ჩაქრება, საფრთხე მთელს სამყაროს და სამყაროზე არსებულ სიცოცხლეს დაემუქრება. მოკლედ რომ გითხრათ, თუ ეს კუნძული განადგურდება, დედამიწაც განადგურდება. სწორედ ეს ენერგია ხსნის კუნძულზე მომხდარ ბევრ უცნაურობას, ადამიანების განკურნებას, ელექტრომაგნიტურ ანომალიებს და დროის და სივრცის ცვლილებებს. რადგანაც ეს კუნძული ესეთი მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის, კუნძულს ყოველთვის ყავდა მცველი. დიდი ხნის განმავლობაში ამ მისიას ასრულებდა ჯეიკობი. თუმცა ჯეიკობი უკვე 7000 წლის მანძილზე იცავდა კუნძულს და ხო ჯეიკობმა 7000 წელი იცოცხლა, რადგან კუნძულის გულის დამსახურება იყო მისი უკვდავება. კუნძულზე არსებული ენერგია დროსაც სივრცესაც მოქმედებდა. ეს განაპირობებდა იმას, რომ კუნძულის მკვიდრნი წარსულში მოგზაურობდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ სერიაში ბენი კუნძულის ქვეშ მდებარე გაყინულ ბოლბალს ატრიალებს. კუნძული სხვა ადგილას გადაადგილდება, ხოლო მარსზე არსებული ადამიანები დროსა და სივრცეში იწყებენ მოგზაურობას. ისინი ხან კუნძულის შორეულ წარსულში ხვდებიან, ხან Dharma Initiative-ის ფორმები აცვეთ და თითქოს მათი თანამშრომლები არიან ოღონ წარსულში და ზოგი საერთოდ კუნძულზე მოხვედრილიც არ არის. სწორედ ამიტომ არის, რომ ლოსტის რამდენიმე სერიაში სოიერი და კუნძულის სხვა მკვიდრები სწორედ ამ ორგანიზაციის Dharma-ს წევრებად ცხოვრობდნენ. თუმცა აქ არის ერთი ფაქტორი, რომ ლოსტში წარსული შეცვლა შეუძლებელია. და სერიალის მთავარი წესი ყოველთვის იყო, რომ რაც უკვე მოხდა, ის მოხდა. გამოდის, რომ მათი წარსულში მოხვედრაც ისტორიის ნაწილი იყო. ყველაზე დიდი გაურკვევლობა, რაც სერიალთან დაკავშირებით არსებობს, არის ის, რომ თუ ვინ ჯანდაბა იყო ეს კვამლის მონსტრი. კვამლის მონსტრი ჯეიკობის ტყუპისცალის ძმა იყო, თუმცა მას კუნძულის დატოვება უნდოდა და ჯეიკობმა ამის საშუალება არ მისცა. და ის კუნძულის გულში ამ ხელა ენერგიაში შეაგდო. რის შედეგადაც ჯეიკობის ძმა იქნა როგორც შავი მონსტრი ისე გამოვიდა. და მას არ შეეძლო კუნძულის დატოვება, რადგან ფიზიკური სხეული აღარ ჰქონდა. ხოლო ამ შავ მონსტრს ჰქონდა ერთი ძალიან კარგი სუპერუნარი, მას შეეძლო გარდაცვლილი ადამიანების სახის მიღება და ისე გამოცხადებოდა კუნძულის სხვადასხვა ბინადრებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ბოლო სეზონში ნანახი ჯონ ლოკი ნამდვილი ჯონ ლოკი არ არის და ეს შავი მონსტრი არის ჯონ ლოკის სახით. რაც შეეხება კვამლის მონსტრს, კვამლის მონსტრის მიზანი ნათელია, რომ მას ამოვიდა ყელში კუნძულზე ცხოვრება, უნდა რომ კუნძულის გულში არსებული სინათლე ჩააქროს, რაც მისი აზრით საშუალებას მისცეს, რომ კუნძულიდან გაიქცეს და ტყვეობას თავი დააღწიოს. სერიალში არსებობს კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი, დესმონდ ჰიუმი, რომლის მოვალეობაცაა ყოველ 108 წუთში ერთხელ რაღაც კოდები აკრიფოს კომპიუტერზე. ეს პიროვნება არ ყოფილა ჩამოვარდნენ თვითმფრინავის მგზავრი და ის თვითმფრინავის კატასტროფამდე 3 წლით ადრე მოხდა კუნძულზე. მოკლედ, როცა ეს Dharma Initiative კუნძულზე ცდებს ატარებდა, მათ შემთხვევით კუნძულის გულის კარიბჭე დააზიანეს. შესაბამისად, ენერგიის წყაროს კარიბჭე შემთხვევით გაიხრიტა და დიდი ინციდენტიც გამოიწვია. ამის შემდგომ კუნძულის გულში ეს უზარმაზარი ელექტრომაგნიტური ენერგია მუდმივად გროვდებოდა. ხოლო კოდის შეყვანა და ღილაკის დაჭერა ყოველ 108 წუთში ამ ენერგიას მოხტავდა და კუნძულს საფრთხე ეხსნებოდა. რეალურად ამ კოდების შეყვანა ძალიან მნიშვნელოვანია ამ სერიალისთვის, რადგან ერთ დღესაც დესმონდმა ეს კოდები დროულად ვერ შეიყვანა. დაგროვილმა უზარმაზარმა ელექტრომაგნიტურმა ძალამ რეისი 815-ის თვითმფრინავი თავისკენ მიიზიდა. რამაც თვითმფრინავის ავტოკატასტროფა გამოიწვია. დიახ, რეალურად დესმონდის კოდის დროულად არ შეყვანა გახდა ამ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი. მოკლედ, ფინალში შავი მონსტრი მოაწყობს ისე, რომ თავისი ძმა ჯეიკობი მოკვდება. მოგეხსენებათ, ჯეიკობი იყო კუნძულის მცველი. შესაბამისად, ვიღაცა უნდა ჩანაცვლოს ის და ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე ჯეკი იღებს. რადგან შავი მონსტრი კუნძულსაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის, კუნძულის მაცხოვრებლებს სურთ, რომ გაანადგურონ შავი მონსტრი. შესაბამისად, ჯეკი მოწყობს ისე, რომ დესმონდს გაუშვებს კუნძულის გულში, იქ არსებულ ქვის საცობს ამოიღებს და კუნძულზე არსებულ ენერგიას დროებით ჩააქრობს. გარდა იმისა, რომ კუნძული და სამყარო ნგრევას იწყებს, ამ ენერგიის ჩაქრობას ერთი პლუსი ჰქონდა, რომ ეს შავი კვამლი ისევ დესმონდის ძმად იქცევა. ჯეკი მას ებრძვის, ხოლო საბოლოოდ KT ესვრის და კვამლის მონსტრს ბოლოს მოუღებს. ბრძოლაში ჯეიკი სასიკვდილოდ დაიჭრება და ხვდება, რომ კუნძულის ცველად დიდხანს ვეღარ დარჩება. ამიტომ ჯეკი თავის შემცვლელად ჰარლის ირჩევს და ჰარლი არ ყოფილა შემთხვევითი არჩევანი. ისი თავის დროზე ჯეიკობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, თუმცა სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით ჰარლი იყო ადამიანი, რომელსაც ძალაუფლება არ სურდა. ის მართლა კეთილი, გულწრფელი და სხვა ადამიანებზე მზრუნველი იყო. ჯეკი ხვდება, რომ ჰარლის ხელში სამყარო და კუნძული საიმედო ხელში იქნება, ამიტომ ის კუნძულის გულში ბრუნდება, გადაარჩენს დესმონდს. ამ ქვის საცობს თავის ადგილას დააბრუნებს. შესაბამისად, კუნძულის და სამყაროს აღსასრული ჩერდება და ჯეკი გადაარჩენს კუნძულს და დედამიწას. ჯეკმა თავისი მისია კუნძულზე შეასრულა, კვამლის მონსტრი გაანადგურა, კუნძული და სამყარო გადაარჩინა და ახალი მცველიც აარჩია.
ამის შემდგომ ჯეკი იმავე ბამბუკის ტყეში მიდის, სადაც სერიალის პირველ ეპიზოდში გაიღვიძა. ის აქვე იღუპება და ისტორიაში შედის ადამიანი, რომელმაც კუნძულის და კაცობრიობის გადასარჩენად თავი შესწირა. აღსანიშნავია, რომ სერიალი დაკარგულები ჯეკის თვალის გახელით იწყება და ჯეკის თვალის დახუჭით სრულდება. ხო და მოვედით იმ ნაწილზე, რომელმაც ყველაზე მეტად მაყურებელი დააბნია. ეს არის ეკლესიის სცენა. ბოლო სეზონში ვხედავთ სამყაროს, სადაც თითქოს რეისი 8:15 არ ჩამოვარდნილა. თავი დამგონია, რომ ეს ალტერნატიული რეალობაა, მაგრამ ეკლესიაში ჯეკის მამა ყველაფერს ხსნის. კუნძულზე მომხდარი მოვლენები იყო რეალური. პერსონაჟებმა საკუთარი ცხოვრება ნამდვილად იცხოვრეს და სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ. ეკლესია ამ სერიალში წარმოვიდგინოთ, როგორც სიკვდილის შემდგომ შექმნილი ერთგვარი მოსაცდელი სივრცე. ეს ადგილი ამ ადამიანებს ერთმანეთის საპყრობილად შეუქმნეს, რადგან სიცოცხლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ერთად კუნძულზე ჰქონდათ გატარებული. როდესაც ყველა გარდაიცვალა, ისინი ამ ეკლესიაში შეიკრიბნენ, თავის ცხოვრება გაიხსენეს და ერთად გადავიდნენ შემდგომ ეტაპს. სერიალი გაზრახარ გვიხსნის თუ რა იყო ეს შემდგომი ეტაპი, ეს იყო სამოთხე, ჯოჯოხეთი, იმიერი თუ სხვა. მაგრამ ერთი რამ ნათელია, ეკლესიის სცენა ნიშნავდა იმას, რომ ისინი თავიდანვე მკვდრები იყვნენ. პირიქით ყველაფერი ნამდვილად მოხდა და ისინი მხოლოდ სიკვდილის შემდგომ შეხვდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ ლოსტის მესიჯი ესეთია, რომ კუნძული იყო რეალური, მის გულში არსებული ენერგია იყო სიცოცხლის წყარო მთელი სამყაროსთვის და მისი დაცვა მთელი დედამიწისთვის მნიშვნელოვანი იყო. შენც ესე ქონდა ლოსტის ფინალი გაგებული? დამიწერე კომენტარებში და გამოიწერე არხი თუ ფილმების, სერიალების და თამაშების ასეთი სიღრმისეული ახსნები გაინტერესებს.